მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვართ ბათუმში. აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან ახლოს, ახალ ბულვარში, სადაც შეიკრიბნენ დღეს ტაქსის ძღოლები. რამდენიმე კომპანიის ტაქსის ძღოლია შეკრებილი, როგორც აქ გვითხრეს, არიან Boltis, Maximus, მანქანასაც ხედავ. სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული ტაქსის ძღოლები შეიკრიბნენ დღეს აქ და ითხოვენ ტარიფების დაკლებას, როგორც ცნობილია ეს კომპანიები. ამ კომპანიებს მიაქვთ მომსახურებიდან გარკვეული საფასური, გარკვეული ტარიფია დადგენილი თითოეული ტაქსის ძღოლისთვის. ან რასაც იღებენ ისინი თითოეულ მომსახურებაში, თითოეულ მგზავრობაში, აქედან იხდიან ისინი თანხას კონკრეტული კომპანიისთვის, რომელიც უწევს კონკრეტულ სერვისს თითოეულ ტაქსის ძღოლს. და ეს ტარიფები არის არაგონიურული და უსამართლო, როგორც ამბობენ ტაქსის ძღოლები. შეგვიძლია მოусმინოთ თავ ტაქსის ძღოლებს, რა არის მათი კონკრეტული მოთხოვნები გავიგოთ ამის შესახებ. როგორც ხედავთ, აქ ათეულობით ტაქსის ძღოლია შეკრებილი. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. გითხარით, რის გამო მოხვედით დღეს აქ, რა არის თქვენი მოთხოვნები? გამარჯობა. ჩვენ ძირითადი მოთხოვნა არის ტარიფების გადახედვა რა, ანუ საწვავი გადავიდა და ტარიფი იგივე დარჩა. ანუ მინიმალური ტარიფი, ერთი მინიმალური მგზავრობისა 1 ლიტრის საწვავს მაინც უნდა გრჩებოდეს და საწვავის ფული მაინც უნდა გრჩებოდეს. და რავი, იგივე ანუ ტარიფებს ადგენს კომპანია და არა თქვენ, ხო? ანუ კომპანია ადგენს ტარიფებს, რამდენიც მივწერეთ, ანუ განხილვაშიაო ეგრე. ეს რომელი კომპანიაა თქვენი კომპანია? ანუ Bolt-ს მუშაობთ ახლა ადამიანები, Yandex-ს, არის Maximis წარმომადგენლებიც რა. და მინიმალური რაღაცა უნდა დადგინდეს. მე საკომისიოც იგივე დარჩა, ანუ ადრე თუ პირობითად 30 ლარის საწვავი გჭირდებოდა. დღეში ეს ყველაზე მინიმალურს ვამბობ. ეხა 40-45 ლარის საწვავი გჭირდება და რაღაცა აზზე უნდა შევჯერდეთ, რომ ეს ხალხი რავი გამოსულები ვართ, მუშაობთ. ანუ საწვავზე არ არის მარტო რა, მანქანა ბუჭდება და რავი, გადახედონ კომპანიებმა და რაღაც მინიმალური უნდა დადგინდეს რა. ანუ შეიცვალა საწვავის ფასი, გაიზარდა, თქვენი ტარიფები არ გაზრდა. არაფერი არ გაზრდილა რა. როგორია ახლა დღევანდელი ტარიფები რა, როგორ მუშაობთ? ლარი და 99, 260-ია, აი ყველაზე მცირე და 260 რა ვიცი მე და 203 კაცი რომ 260 ეს არის 1 კილომეტრი, ხო? არა, მეტი 2 კილომეტრზე მეტია. 2 კილომეტრზე მეტია რა, დაახლოებით. რავი, ახლა ტარიფები უნდა დადგინდეს რაღაც ისეთი, რომ ხალხი კმაყოფილი იყოს და კომპანიაც რომ მიწერ თქვენთან თანამშრომლობითო კმაყოფილები ვართ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ იცვლებოდა. ანუ საწვავი გარბის რა. რაღაც აზზე უნდა შევჯერდეთ, რომ გამოსულები თუ არა და რავი, ყველა გავჩერდებით ასე და გადახედავენ ალბათ რაღაცა. თუ არაფერი არ გქენით, არაფერი არ შეიძლება. და რავი, ვინც ტაქსაურს მაკეთ ფარეს და გონიათ რომ დღეით ტაქსაობით რაიმე არ შეიძლება. რავი, გამოდით და ჩვენ გვერდით დადეკით და რაღაცა შევცლით, იმედია ერთად თუ დავდგებით, ყველას გვეშველება. თუ არა და არაფერი არ გვეშველება. თქვენი სახელი და გვარი? მადრი ფეიზიშვილი. მადლობა. მივართ თუ არა კომპანიებს? მე ვარ ბათუმელებიდან ჟურნალისტი. დიახ. მივართ თუ არა არ არსებობს არც ოფისი, არც წარმომადგენელი. როცა ვწერთ ან რაიმე განცხადებით მივართავთ კომპანიას SMS-ი, ანუ SMS-ზე პასუხს 24 საათის შეიძლება ხშირ შემთხვევაში 2-3 დღე ველოდებით. გარკვეულად დაწერა ჩვენმა მეგობრებმა როგორც 260-ს 60 კილომეტრზე 260-ს და აქედან 23.4% მიაქვს და ხშირ შემთხვევაში ისეთი საკომისიო აქვს, რომ ჩვენს ვერ ვწვით. შესაძლებელია ბათუმიდან ელემენტარულად ბათუმის აეროპორტიდან ან კოპინარის აეროპორტში ჩავიდეთ 30 ლარი გრჩება. ვინც ვართ აქ და ყველა 80% დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე ბიჭებს მანქანების სესხით აქვს ნაკიდი და ზოგი ერთი ადამიანია მთლიან ოჯახში, რომელიც ოჯახს არჩენს. ელემენტარულად 180 მარტივ მაგალითს ვიტყვი 52 შეკვეთაში 180 ლარს ვაკეთებს. აქედან 180 ლარიდან 30% დაახლოებით Bolt-ს მიაქვს და 100 ლარი საწვავი შეიძლება. ეს ახლა საწვავი რომ გაძვიდა ჩვენ ვებსაიტში 50% უხდით კომპანიას. ბატონო, თვითონ მათ გვაჭრის ახლა საწვავი აქ კი არა თურქეთის გაძვიდა 5 ლარზეა უკვე თურქეთში საწვავი ასული ელემენტარულად ეს ახლა სოფლიოში ომია და მათიდან გამომდინარე ვხვდებით ჩვენ იმასაც არ ვამბობ რომ ჩვენი გაძვიდების ხარჯზე მომხმარებელმა დაზარავდეს, მაგრამ ელემენტარულად როდესაც 22 კილომეტრზე მაგალითად მარტივ მაგალითს ვიტყვი რა, თუ მაგალითად რეკლამა არ აქვს ზღოლს, იმას მაგალითად დადგენილი ფასი მუშაობა არ შეუძლია. სარფში რომ 22 კილომეტრზე გავიდეს უწევს 20 ლარს და 20 ლარიდან დაახლოებით 6 ლარი მიაქვს Bolt-ს.
ვითხოვთ ელემენტარულად ადამიანურ შემოსავალს ვითხოვთ, რაზეც მუშაობთ. რამდენად უნდა გაიზარდოს? მაგალითად მე ეს ტარიფები თქვენი მოთხოვნა როგორია? საკომისიო ელემენტარულად ის არის, რომ ტარიფი რაც არის როგორც ბენზინი გაძვირდა, ძვირდებოდა საწვავი, ტარიფიც ძვირდებოდა. რა თქმა უნდა 10 წლის უკანო ფასი იყო ის ფასი, დღეს არ არის. მაგრამ 10 წლის უკან, ახლა 25 წლის 10 წლის უკან არ დაგსაუბრე, მაგრამ რასაც უყურებთ, საწვავი გაძვირდა, უნდა გაძვირდეს ტაქსის ტარიფი უნდა გაძვირდეს. ამას ვითხოვთ, სხვა არაფერს არ ვითხოვთ. ამას პლუს ამ ბოლტზე ქართველი მოსახლეობა 10%-ია მომხმარებელი. სულ უცხოელები არიან რა, ეს აეროპორტთან გავარ და აეროპორტიდან მიყვავს გზაური და ისიც არ გვინდა, მაგრამ ჩვენთვის მოსახლეობამ გაგიზიანდეს, მაგის გამო არ ვაკეთებ ტაქსის იმის გამო ვაკეთებ, რომ ელემენტარული საარსებო წყარო რაც გვაქვს ჩვენ უცხოელებს, ის დაგვიფასდეს. მე არაფერს არ ვიტყოთ. და ამ კომპანიებისგან რა პასუხი მიიღეთ? არანაირი ოფისი არ არსებობს საერთოდ და ბოლტის ოფისი, მაგალითად ბათუმში არა. რო უწერთ პასუხი არ მაქვს. ამას პლუს რეიტინგები გვაკლდება დაახლოებით ახლა 50% სავარაუდოდ დაგბლოკავს. მაგრამ ახლა ან იგი ელექტრონული პოსტით ან სხვა კომუნიკაციის საშუალებებით არ გიწია დაკავშირება. აქვს ხარდაჭერის გუნდი, ხარდაჭერის გუნდს წერთ და მაგიდან ვიგებ პასუხსაც ვერ ვიგებ. შემთხვევაში როგორც ყველა აპლიკაციას რობოტ ჩატი აქვს დაყენებული და რობოტ ჩატი წერს რა, მეტი არაფერი. ხო, აი რა მიხსენით კიდევ ცოტა აქტიურად დადგეთ. ეს კომპანიები ხო თქვენ იმიტომ ხართ ამ კომპანიებთან თანამშრომლობთ, იმიტომ რომ ამ კომპანიებს ენდობა რაღაც ერთგვარად მომხმარებელი. აქვს თავიანთი ბაზარი და თქვენ ეს გჭირდებათ. ხო, ისინი თავისუფლად კონკრეტულ სერვისს. და თუ თქვენ ეს არ გაეწყოთ, მაშინ აღარ უნდა ითანამშრომლოთ ამ კომპანიებს. რა თქმა უნდა, რაღაცა უცხოელები ახლა მაგალითად ახლა ყველა აპლიკაციაზე მუშაობთ, არა გადაბოლზე მუშაობა, Yandex-ს ვწავთ რა. Yandex ყავს ახლა რუსი და უკრაინელი მომხმარებელი ყავს. Bolts ყავს ეს თელ-ავივის ებრაელები ზახები და აზიური მხარე ძირითადად რა. უბრალოდ ენდობათ იმის გამო რომ როგორ რაღაცა იცი იქ როცა ლოკაცია მონიშნულია და შეკვეთა მთავრდება მომხმარებელი მაგის გამო ბოლტს ენდობა მომხმარებელს მაგალითად მომხმარებელმა ბოლტს მიწეროს იმას პასუხობს იქუდასო იმიტომ მას საქმე მომხმარებლის დაკარგვა არ უნდა და ისიც იცის რომ დღევანდელ დღეს ყველა ახლა გამოდის და თავისუფალ დროს ტაქსტაობს ამ ძღოლი ყოველთვის ეყოლება ეხლა თქვა შევდივართ აპლიკაციაში და დაახლოებით აი F4-ის ტერიტორიაზე 30 ძღოლი იქცეს და არ მოდის და ლისტვის უნდა ვიმუშაოთ ფიზიკურად ვერ ხვდებით რა და ისიც რომ ბოდიში ისიც არის რომ ერთადერთი ანუ ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია 4 თვეზე სეზონი როცა იმის გით მუშაობა არა შეიცვალა ის ახლა მოფარებლების რაოდენობა ომის ირანის ომის გამო კი რა თქმა უნდა თებერვალში გაუქმდა მაგალითად ფრენების არის ირანიდან ისრაელიდან და ძალიან ბევრი შემოდიოდა ეხლა მაგალითად ანუ ძველი ჯაუშნები რაც იყო ის ხალხი ჩამოდის ყველა ელემენტარო და იმაზე ვიყავით დამოკიდებული რომ გვემუშავა მაგრამ ებრაელი მაგალითად აზიური მხარე ძვის არც გადაიხდის არასდროს კომფორტი არ აინტერესებს სადაც მაგას აინტერესებს ეკონომია და მომხმარებელზეა პირდაპირ მნიშვნელობით მოწყობილი საქმეა ეს აპლიკაცია რა ვიღებს ახლა დააკვირდი აჩვენებო და მინივენებით განა ელემენტარულად მე თვითონ მინივენი მიყავს და მინივენის ახლა ყველა მისის მინივენის წვა რამდენია და 4 ლარსო ელემენტარულად ბენზინში გადავიხდით 30 ლარის ეს ახლა საწვავით მაგალითად და თელ დღე მუშაობ და ნახევარი დღე მშვიდდება ახლა 30 ლარი ამას ახლა ვერც სახელმწიფოს ავაბრალებ და ვერც აპლიკაციას ეს გაძვირდა თქვენ სოფლიოში გაძვირდა საკმაოდ და უბრალოდ აპლიკაცია თვითონ ის არის წარმომადგენლები იგება უნდა მოგვაქციო ყურადღება რა მე კარაფოს არ ვიცი მადლობა თქვენი სახელი და გვარი მადლობა ბატონო შეიძლება რომ გაგესაუბროთ მოდი თქვენ გითხავთ მოგესალმებით მოდი გითხარით რა ბოდიში რომ გაგესაუბროთ შეიძლება რა უნდა იყოს ეს ტარიფი რა არის ახლა თქვენი მოთხოვნა როგორი უნდა იყოს ეს ტარიფი ანუ გაგიხარით რა რადგან გაიზარდოს მაგალითად მომსახურების საფასური ან თითოეულ კილომეტრზე უნდა იყოს გამოძახებული ხო და მე ეს დღეგეს იმას ვიხდით და 10 საპენსიო დანამატზე არ არის რამდენი გამოსდის ეს ტაქსის ბოლოს შრომის ანაზაურება ხელფასი და ახობით თვეში რამდენი რჩება თუ შეგიძლიათ რა რჩება პროცენტი მიდის კლიანი რა ვიცი არაფერი არ რჩება მაინც დაახლოებით რამდენია ეს რა რჩება არ ვიცი მე როგორ მუშაობ ეგრე ხება ვინც როგორ კაი მადლობა თქვენი სახელი გენახოზროვანი მადლობა თქვენს მეტი ტაქსის ცხოველების რომლებიც შეკრებილი არიან როგორც ხედავთ აქ ბათუმის ახალ ბულვარში ისინი ითხოვენ კონკრეტული კომპანიებისგან ტაქსის მომსახურების მქონე კომპანიებისგან ეს არის Yandex, Bolt, Maxima რომ შეიცვალოს ტარიფები რადგანაც გაიზარდა
საწვავის საფასური და მომსახურების ტარიფები კი არ გაზრდილა, ამიტომაც მათ ერთად ეხარჯებათ ფული საწვავში, ასევე ტრანსპორტის სხვა ხარჯებში. ასე ვიხდიან საკომისიოს დაახლოებით 30%, როგორც თავად განმარტეს და მათ პრაქტიკულად უკვე არაფერი არ რჩებათ ხელზე. როგორც ტაქსისტები განმარტავენ, მათ მიმართეს რამდენჯერმე კომპანიას, რომ შემდგარიყო მათ შორის კომუნიკაცია, მაგრამ ვერ დაელაპარაკდნენ ვერავის კომპანიაში, რომ მიიღოთ პასუხები ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ვინ არ გაგესაუბროთ. როგორ და გაიზარდოს ახლა ტარიფები, რამდენიც უნდა გაიზარდოს, თქვენ რა სიტყვით? რა ვიცი, იმდენად უნდა გაიზარდოს, რომ ამდენი ხალხი, ამდენი ცხოველები იყოს თქმაყოფილი. ანუ ძალიან ცოტას წერს. მე მუშაობ მაგალითად 2000-იან პლუსით შარშან. თქვენს პრემიუმია ისა, გავყიდე, ვალებში შევედი, ვიყიდე ფიუჟენი, მაგრამ რამე არ აქვს რომელიც ფიუჟენს უფრო ნაწილებით ძვირია ყველაფერი და აგერ ბათუმის ქუჩები თუ იცით, ვაწვალობ მანქანას არ ღირს. თქვენ რომელ კომპანიაში მუშაობთ? ბოლტი, ხო? რა გრჩებათ დაახლოებით თვეში, როგორია აი ტაქსის ვოლის ხელფასი დღეს? რა ვიცი რა, 1000 ლარი ამ ყველაფერი რომ მოხსნა, ანუ მაგით 15 საათი უნდა იმუშაო. 15 საათი. დღეში ხო? 15 საათი რომ იმუშაო. 1000 ლარი დაგრჩეს თვეში. სადაც თუ არა დაკავშირება ამ კომპანიის მენეჯმენტთან და მიეწვინეთ თუ არა თქვენი მოთხოვნა? პრობლემაც ალბათ ეგ არის, რომ არ აქვს არც ოფისი, არც არაფერი, არც ლიმიტი, რომ აუხსნათ. ანუ მე მგონი ერთი ეს არის გაფრთხილებული, რომ შევიკრიბოთ ასე და ასე აუხსნათ. ანუ Yandex-ი კი ოფისი რაღაცა პრობლემა იქნება, რომ მიდიხარ ოფისში რაღაცა იბლოკები, რაღაცა. ამას არ აქვს არაფერი. მაგრამ თქვენ მაინც გიჩვენიათ რომ ამ კომპანიის სახელით იყო დასაქმებული, ხო? და არა თქვენ ცალკე შეგიძლიათ რომ იმუშაოთ იმის ვერტ. ნორმალური კი არა. შევიკრიბოთ, აქეთ შევიკრიბოთ. ნორმალური შეგვეთები, ნორმალური სტატუსი კი არა. კარგი და ეხლა ასაპირებთ. გაგვწეს აქცია. თქვენი სახელი და გვარი? ელმინ ახმედოვ. მადლობა. ასეთია ტაქსის მძღოლების მოთხოვნები, რომლებიც დღეს ბათუმში გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე ახალ ბულვარში აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან. თქვენ იცით მათ მოთხოვნებს თუ რატომ გამოვიდნენ ისინი საპროტესტო აქციაზე? ისინი თხოვენ ტარიფების გადახედვას, ტაქსით მგზავრობის მომსახურების ფასის გაზრდას, როგორც ისინი განმარტავენ. მაშინ რაც გაიზარდა საწვავის ფასი, მათ პრაქტიკულად არაფერი რჩებათ. დაახლოებით 1000 ლარი გრჩებოდა ახლა გვეუბნებოდა ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი. ჩვენ დავკავშირდებით ამ კომპანიებს, როგორც ვთქვი, აქ არის სამი კომპანია, ბოლტი, Yandex-ი, ასევე მაქსიმა და ვეცებით მივიღოთ მათგან პოზიციები. პოლიციელი მივიდა ახლა როგორც ხედავ აქციის მონაწილეებთან. უბრალოდ რა იყო პოლიციელის შეკითხვა, შეგიძლიათ გითხრათ? რა იყო პოლიციელის შეკითხვა? ხომ და რა გაქვთ?
რის გამო იმართება საპროტესტო აქციაო, ხო? შესაძლოა საინტერესოა მიიღო პასუხი. გადასცემს და მოგვაქცევა ყურადღებას ალბათ ველოდები მithრალად თქვით არაფერს მithრობ ტარიფის დაწევას ხარჯები გაგვეზარდა საწვავი გაიზარდა ამას პლუს ჯარიმები 10 ლარიანი ჯარიმები ვიდეოკამერები ყველაფერი ხარჯი გაგვეზარდა რა ეს ან თქვენ ამბობთ ერთად იმას რომ საწვავის ფასის გაზრდის გამო შეიცვალა თქვენი პირობები ხო თქვენი სამუშაო პირობები საწვავი კი არა კომუნალურები ყველაფერი ხო გიზრდება და ტარიფები არის ტარიფები შუქის გაზრდა მაგალითად სადღაც გამეიარსა და დიდი წესასწლიანს ასე რომ ვთქვი ტარიფის გაზრდას საკომისიო დაწევას რომ ეს საკომისიო რამდენია ახლა თქვენ შემთხვევაში 24%-ამდეა საკომისიო 30%. 24%. 24 რა საშუალო 24%-ია. თქვენ საერთოდ თუ არა დაკავშირება იმ კომპანიასთან, რომელშიც თქვენ საერთოდ თუ არა დაკავშირებოდით კომპანიას, რომელშიც მუშაობთ. როგორც ასეთი ოფისი არა აქვს. მაგრამ გაქვთ კავშირი ხო ამ ადამიანებთან? ანუ შეიძლება ფიზიკურად არ არის ოფისი, მაგრამ შეგიძლიათ რომ იყოდათ რა. წერა მოწერით SMS-ებით რაღაცას ვცდილობთ, მაგრამ პასუხს ვერ გერგულობთ ვერანაირად. ან არანაირი პასუხი არ მიგიღიათ. ვერანაირად. თქვენ აღმოჩნდეთ ასევე გაიზარდა ყველაფრის ფასიო, თქვენ საკვები პროდუქტების ფასებიც იზრდება. გაიზარდა ეს გლობალური პრობლემები, აქ ვიცით და საწვავი რატო გაიზარდა, აგერა. საწვავი გავიგეთ ირანის ფაქტორის გამო, იმიტომ რომ ომია, მაგრამ თქვენ საკვები პროდუქტების ფასები მაშინ როცა დაგვირდა ჩვენ ირაკლი კობახიძე რომ დაიკლებსო ეს ფასებიო, ასევე შუქი გაძვირდა. კი არა, ველოდებით გაიაფებას. ელოდები? როდის? უკვე 4 თვე გავიდა უკვე რაც ეს დაპირება მოვისმინეთ ჩვენ და შეიქმნა კომისია. ვიცით, აქ პოლიტიკურ შეგანდაცით, ჩვენ პოლიტიკურად არ ვართ შეკრებილი. ასე რომ ველოდებით გაიაფებას. არა, პოლიტიკურად როგორ არ ხართ შეკრებილი? თქვენ აღნიშნეთ რომ გაიზარდა ყველაფრის ფასი და ვეღარ ვიხდით ამ საფასურს. და ეს კომუნალურების ფასი ვინ გაზარდა? შუქი ვინ გაზარდა? ოცნების ფორმამ არ გაზარდა? ეს ფისო გაზარდა. ზუსტად იმ კანალზე ვარ, რა კანალსაც თქვენ მეკითხებით ახლა, უბრალოდ არ მინდა პასუხის გაცემა. ან რატო ფიქრობთ რომ საფრთხე შემცველია აზრის გამოხატვა და კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება? არც ალაპარაკს, ჩემს არ აქვს აზრი, იმიტომ რომ მათ როგორ თუნდაც თორე ასე თუ ვიტყვით ყველა რომ აზრი არ აქვს ლაპარაკს და ვერაფერს ვერ შევცვლით, მაშინ თავისთავად არაფერი არ შეიცვლება, ხო? ფასების შესახებ შეკრება, მაშინაც გამოვალ და ვკები, მაშინაც გავაკეთე. მაგრამ იმართება აქციები ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც თბილისში, რუსთაველს, ასე ბათუმშიც იმართება საკონსტიტუციაში. კიდე წავალ. არ მაქვს პრობლემა. კარგი, თქვენი სახელი და გვარი? თენგი ჯაკა. მადლობა. მესმის რომ საქართველოში არ არის ძალიან დიდი ხელფასები და ანუ შეიძლება ეს ყველაფერი შემდეგ მომხმარებელ ქართველებს დააწეს, მაგრამ ქართველსა და უცხოელს ერთი და იგივე ტარიფში არ უნდა პატარებდეს რა. ანუ ეგოს განსხვავებული დამოკიდებულება რა ხან უცხოელი. რაღაც მაინც, იმიტომ რომ ანუ ქართველს რომ მიაკითხვა მესმის არ არის საქართველოს დიდი ხელფასი, ანუ პირობითად 3 ლარად რო წავიყვან. უცხოელს 3 კაცს 4 ჩემოდრით რომ 3 ლარად წავიყვან, ესე იგი მაგრამ ეს ბატონი ნახეთ რა სამბობ რომ ძვირდება ცხოვრება, ხო? გაიზარდა ყველაფრის ფასები, საკვებიც ძვირდება, მიუხედავად იმისა, რომ ოცნება დაკვირდა იმას, რომ გაიაფებდა საკვებ პროდუქტებს, ხო? მაგრამ გაიფებული არაფერი არ გვინაღავს, სავარგანეთ ხაზზე რომ კვერცხი გაიაფთა მარტო. ასევე შუქიც გაძვირდა, შუქის ფასიც გაძვირდა, ხო? აი ამ ყველაფერზე რას ხედავთ? ვის პასუხისმგებლობას ხედავთ? ეგ არ ვიცი რა, მაგაზე კომენტარის გაკეთება რავი, რა შემი ანუ პირობითად არ უნდა გაძვირდეს რაღაცეები. ანუ ეხლა მე ხედავთ თუ არა მთავრობის პასუხისმგებლობას? ანუ რავი რა, ყველაფერი ძვირდება რა, ეს ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ ანუ ჩვენ ეხლა ვართ მოთხოვნაზე გამოსულები, რომ ტარიფები დადგინდეს, საკომისიო რაღაც შეიცვალოს ჩვენს სასიკეთოდ და ხო, ეს ტარიფების სხვა მაზეა დამოკიდებული, ხო? თუ თქვენ ცხოვრება იქნება ამ ქვეყანაში იაფი, თუ იგივე საკვები იქნება ისეთივე იაფი, მათ შორის ევროპის ქვეყნებთან შედარებით, იმიტომ რომ ეს კობახიძე მას გქონდა, რომ ევროპის ქვეყანაში პირველად რომ იაფია საკვები პროდუქტები, ვიდრე ჩვენთან. შუქი გაგვიძვირდა, შუქის გაძვირება ყველაფერს აძვირებს. ანუ ამან გააძვირა ცხოვრება, ხო? ანუ რა, მე თქვენ ამიტომ აღარ ყოფნით ეს ტარიფი. დამიჯერეთ ჩვენ მას გამოსულები, რომ თუ ვინმე დაგვეხმარება, რომ ეს ტარიფები დადგინდეს რა. ტარიფები თუ დადგინდება, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით და რას აპირებთ ახლა? რას ვაპირებთ და შევეცდებით მანამდე არ ვიმუშაოთ, სანამ ტარიფები არ შეიძლება, ანუ ჩვენ სასიკეთოთ რა. ანუ გაფიცვას აპირებთ, დღეს აღარ იმუშავებთ? არ ვაპირებთ მუშაობას. მე არ ვაპირებ პროფესიონალურად და ძალიან ბევრი ადამიანი აქ ყოფი არ აპირებს მუშაობას. ანუ დღეს ერთი დღე თუ რა ხნით?
შეხედულების მიხედვით როგორც დადგება საჭიროება მოითხოვს ისე რა თუ ტარიფები არ შეიცვალა ანუ რეალურად არ გიც მუშაობა იმიტომ რომ საწვავი გაძვირდა საწვავი მეტი ანუ იფიცებით პრაქტიკულად შეიძლება ასე ესეა რა ესე გამოდის რომ იფიცებით იმიტომ რომ ანუ თუ ჩვენ სახში ვერ მივიტანეთ ის რაც ჩვენ ოჯახებს ჭირდება ანუ აზრი არ აქვს მუშაობა დიდი მადლობა რამდენი ძველი ხართ ახლა რამდენი ძველი იფიცება 50-ზე მეტი 100 ძველი შეიძლება ვიყოთ აქ და იმედია ყველაფერი ნორმალურად და მშვიდობიანად დასრულდება და ლამაზად შევთანხმდებით იმ კომპანიებთან ამ კომპანიებში ჩვენ მუშაობთ მადლობა ასეთია ტაქსის ძღოლების მოთხოვნები თქვენ მას უსმენთ ბათმელების პირდაპირ ეთერში ტაქსის ძღოლები მართავენ აქციას სამსუთებში ეს აქცია იმართება ახალ ბულვარში აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან აი სანაპიროს მხარეს შეიგებენ ტაქსის ძღოლები და ისინი აპირებენ რომ დღეს აღარ აპირებენ რომ განაგრძონ მუშაობა და ტაქსის ძღოლები მოუწოდებენ სხვა ტაქსებსაც ხელთანიშნავენ რომ შემოუერთდნენ მათ აქციას და გაფიცვას ისინი თხოვენ ტარიფების გაზრდას და საკომისიოს დაწევას ამბობენ რომ მას შემდეგ რაც შეიცვალა განსაკუთრებით საწვავის ფასი მას შემდეგ მათი მუშაობა არის პრაქტიკულად კრიზისული მათ არაფერი რჩება დაახლოებით 1000 ლარი გამოგვდის თვეში ხელფასის 15 საათიანი მუშაობითო უკეთესად ჩვენ ვეცდებით ასევე რომ დავუკავშირდეთ ამ კომპანიებს და გავიგოთ მათი პოზიციები ტაქსის ბრძოლების მოთხოვნებთან დაკავშირებით ეს არ არის ხოლმე პირველი აქცია რომელსაც მართავენ ტაქსის ბრძოლები ბათუმში მახსოვს დაახლოებით 1 წლის ან უფრო დაახლოებით 1 წლის წინ დაახლოებით იგივე აქცია ბათუმში მაშინაც ითხოვდნენ ტაქსის ბრძოლები ტარიფების გაზრდას თუმცა მაშინ არ შეცვლა ეს ტარიფები და დარჩა იგივე ნახოთ ამჯერად რა მოხდება აგბეზე მოვიდნენ პოლიციელები, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელი მივიდა აქციის მონაწილეებთან და გაარკვია რის გამო შეიკრიბნენ ტაქსის ძღოლები, რა სახის აქცია იმართება. ნახოთ როგორ განვითარდება ეს პროცესი, ჩვენ ალბათ მივადევნებთ თვალ სამ საპროტესტო აქციას, ტაქსის ძღოლების მოთხოვნებს და იმას თუ რას ამბობენ კონკრეტული კომპანიები ამ შემთხვევაში ძირითადად როგორც ნახეთ აქ არიან ბოლტის თანამშრომლები, ასევე იანდექსი და მაქსიმა და მოვისმენთ ამ კომპანიის პოზიციებსაც ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის ეს უფრო ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან ერთგაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის დროებით